პროექტის არტ-თერაპიის მეთოდის დანერგვა გეგუთის ნომერ 14 დაწესებულებაში შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ორგანიზატორებმა შეხვედრის ფარგლებში მშავდებულების მიერ 6 თვის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ფსიქოლოგმა თია ფანჩულიძემ არტ-თერაპიის ფსიქოთერაპიულ მეთოდზე ისაუბრა და ის ძირითადი მიზნები წარმოადგინა, რომელიც ამ პროგრამის განხორციელების შედეგად მიიღწევა. დღევანდელი შეხვედრის მიზანია არტ-თერაპიის მეთოდი, რომელიც დანერგვად ხორციელდებოდა ამ პროექტის ფარგლებში გეგუთის ნომერ 14 დაწესებულებაში, როგორც ერთ-ერთი სარეაბილიტაციო პროგრამა. პროგრამა იყო პილოტური და აჩვენა საჭიროება, რომ გაგრძელდეს და დაინერგოს და იყოს როგორც ერთ-ერთი სარეაბილიტაციო პროგრამა საჭირო აღსრულებით დაწესებულებებში. პროექტს ორგანიზებას წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ქუთაისი უწევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა ჩაფიძის თქმით, ამ პროექტის მიზანს არტ-თერაპიის მეთოდის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში დანერგვა წარმოადგენს. პროგრამაში ჩართული იყო სარეაბილიტაციო გუნდი, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები და დღევანდელი შეხვედრა ეხება იმ შედეგებს, რაც ამ პროგრამამ მოიტანა. წარმატებულ შედეგებს, რომ შედგა პროგრამა და აუცილებელია ეს იყო საპილოტე პროგრამა, საცდელი პროგრამა, რომელიც განხორციელდა ქუთაისში, ბათუმში და თბილისში და იყო წარმატებული და ეს მეთოდი როგორც რეაბილიტაციო სერვისი იქნეს გზავნილი არის ეს იქნეს დანერგილი საჯარო აღსრულების დაწესებულებებში. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი თავისთავად. მე ვთვლი, რომ არტ-თერაპია ეს არის ესეთი ფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანებს დააძლიონ სტრესული გარემო, გამოვიდნენ მდგომარეობიდან, სტრესიდან და ვთვლი, რომ ეს პროექტი, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ იქნა განხორციელებული, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. იმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და აღნიშნული სახის პროექტები აუცილებელია, რომ გაგრძელდეს სახშირ აღსრულების დეპარტამენტის უწყებებში. პროექტი არტ-თერაპიის მეთოდის დანერგვა გეგუთის ნომერ 14 დაწესებულებაში საპილოტე იყო და ორგანიზაციის ჯიპის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში პირველად განხორციელდა. შეხვედრას გეგუთის დაწესებულების ადმინისტრაცია, პრობაციის სამინისტროსა და სხვადასხვა არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.